ხვიცი ყოფი უბედურების აღქმის უნარს დაკარგავს. დღეს ქვეყანა სული სახელმწიფო ინგრევის უცხულისპირასა მისული. ერი ქართველი ერი ფიზიკური და რაც თავარია ზნეობრივი გადაგვარების ყველასწორ დასაშვებ თუ დაუშვებელ ზღვას არის გადამწვარი, ხოლო ამ საზარელი პროცესის დანახვა აღქმა და შემასება იმდენად როგორ გითხრა რაღაცნაირად არა რეალურია, არა ადეკვატურია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. მით უმეტეს იმდენი რაღაცა სუსტია, უმწეოა, უმიათოა, ძალისხმევა, მონდომება, წინააღმდეგობა ქართველი ერისა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი თავის, ქართული გენის, ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის გადასარჩენა, რომ ნახდან რჩება იმის მყარი განცდა, რომ მეორედ მოსვლის ეს დღეს შორს აღარ არის. ის არის კარზე მომგარი და გვიკაკუნებს. ეს სიტუაცია ასე ხალხის ასე როგორ გითხრა მე გამორეცხვა ტვინის გამორეცხვა დაბნება დაზომბირების პროცესი კარგი ხანია ხდება. ხო და გეგმაზომიერად ვითარდება. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა და მე დღეს მინდა ერთ უცხოურ დოკუმენტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მაგრამ სანამ დავიწყებ ამ დოკუმენტზე საუბარ, მე არ მიყვარს ესეთი საუბარი იმან თქვა, ახლა ალთენტურობაზე, 100%-იან ალთენტურობაზე ამ დოკუმენტის მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ წინაპირობას მოვყვები, საიდან ჩამივარდა ეს დოკუმენტი ხელში და მეტნაკლებად რაღაც კომპეტენციას ბევრთან შედარებით რატო გამაჩნია რომ ვისაუბრო ამ დოკუმენტზე. მამა ჩემი მოკეიფე დროს მატარებაც იყო უყვარდა უცხოეთში სიარული ახლა უმაღლესი ცენზი ქონდა მაგრამ მე მოკეიფე ქალების მოყვარული აზარტული მოთამაშეც იყო ამავე დროს ახლა ყველა მისონა მაგიდა მე დამატარებდა პატარა ბავშვი რო ვიყავი 4, 5, 6 წლის უკვე მე დავყავდი მოსკოვში აქეთ გედახლას არ ქონდა იმას პრობლემა არ სასტუმროში მაგრამ ყავდა მეგობარი მახსოვს ის პიროვნება პაპოვი იყო გვარად ალეგ დიმიტრიევიჩი თუ არ ვცდები საბჭოთა კავშირის გმირი იყო გენერალ ლეიტენანტი იყო მფრინავი და იმის სახში უშველებელი გაჭენდებოდი იმხელა სახლიკო და პატარა ბავშვები იყვნენ ორი შვილი ყავდა დაახლოებით ჩემხელა ტოლი ქალიშვილი იყო და მეუღლე თანას მახსოვს რომ თეატრის დიდი თეატრის მთავარი მოლარე იყო და რა ვიცი მე პატის სერდენ როგორ ბიჯეკი შელკუნჩიკი და ლებედინეს გედისტმა და სპადა მინდოდა რა მეკდა ახლა პატის სერდენ ასე და ხო და შინად პატიჟებდა ხოლმე ამას ხან ოჯახს დაპატიჟებდა ხან მარტო ამ გენერალს დაპატიჟებდა ხოლმე რესტორანში ხო თითქოს ყოველდღე რესტორანში პატიჟებდა უყვარდა ახლა მომაჩებს რესტორანი და ერთხელ საკმაოდ გახარებული მოვიდა მარტო ყავდა ძალიან სერიოზული პიროვნება გავიცანიო მითხრა შემდეგ მე კიდევ თვითონ თხოვა დაპატიჟე ის პიროვნება ახლა მე ხო ბავშვი ვარ მე არ მომიყვება ახლა 5-6 წლის ვიქნებოდი ალბათ დაახლოებით და შემდეგ წავიდა მოვიდა გახარებულმა რაღაც ფურცელი მოიტანა ერთ იმაზეა დაწერილი რა გვერდზე რა არის და ის მაგარი რაღაცა მამაო მითხრა და არ მიხსნის მე რა როგორ და რო გავინაპირე ამასა ეს მაგრად ყავდა დათრეული ეს გენერალი ის მაგათი უფრო იყო და რა არის მე მეგობარი გავაცანიო ჩემიო გერუს გენერალიო გენერალ-მაიორიო საბჭოთა კავშირის გმირიო და აი რა დოკუმენტიცო მაგრამ 53 წელს მოიპარავო რაზეც საბჭოთა კავშირის გმირობის წოდება მიცესო აი ისო დაუწერა თავისი ხელითო არც იცოდი ახლა რა როგორ კაი გამიხარდა რომ ასეთ რაღაცა დაუწერა წამოიღო ბიძაჩემთან თავის მასთან ინახებოდა შემდეგ მე დაიღუპა და აიჭირეს რაღაცეები იყო ბიძაჩემი და შემდეგ გადმოიტანეს ჩემთან ძველი და შემდეგ მოსკოვში რო ვიყავი მე იქიდან რო გამომადებოდეს 2009-10 წელი იყო აღმოაჩინე გაყვითლებული იყო ეს ყველაფერი და მაშინ ობიექტივში ღიაკალის დღე მქონდა, როდესაც მინდოდა, მაშინ გამოვდიოდი კვირაში, ყოველ კვირაში ორჯერაც გამოვდიოდი, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა ტაბ დადებული და კაროჩე გადავთარგმნე და პირველად მე დავდები. მე გასაუბრები ალენ დალესის დოქტრინაზე.